Თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ პირველები მაყურებელს ზუსტად 2 საათის წინ უყვებოდით. ნამდვილად არის დაკავებული ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ვლადიმერ სტეფანიანი, რომელსაც ხელბორკილები ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ გვიან-ღამით საკუთარ სასტუმროში დაადეს. სავარაუდოდ დამნაშავეთა წრე გაიზრდება, რადგან წლების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ეს ბიზნესმენი რამდენიმე საცხოვრებელ სახლს აშენებდა ბაკურიანში და კონკრეტული პირების ნებართვის გარეშე ეს ბიზნესმენი ამ საქმიანობას ვერ განახორციელებდა, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, 5 საცხოვრებელი კომპლექსია, რომელსაც ის სრულიად უკანონოდ აშენებდა. დღეს ჩვენ რასაკვირველია ვკითხეთ მის დაცვის თანამშრომლებს, პირად დაცვას, იცოდნენ თუ არა იმის შესახებ, რომ ეს ბატონი ბაკურიანში სახელმწიფო მიწაზე სრულიად უკანონოდ აშენებდა საცხოვრებელ კომპლექსებს, თუმცა დაცვის სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ბიზნესმენი სრულიად კანონიერად ახორციელებდა ამ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკვე ოფიციალურად დაგვიდასტურა ის ფაქტი, რომ ბიზნესმენი არის ნამდვილად დაკავებული. პირადი დაცვის თანამშრომლები და ის ადამიანები, რომლებიც ამ სპეცოპერაციას შეესწრნენ, ამბობენ, რომ არ არის დაკავებული მათი უფროსი და ამ დრომდე თავისუფლებაზე იმყოფება. ატონი ვლადიმერი აშენებდა თუ არა დიდველზე 5 კორპუსს, სადაც შემდგომში უნდა ყოფილიყო სასტუმრო კომპლექსები. ამის გამო არის დაკავებული წლების განმავლობაში უკანონო მშენებლობებისთვის. რატო უკანონო მშენებლობები, რასაც აშენებს ეს პატივცემული ბიზნესმენია და აშენებს ასიკეთოთ ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ხო? თქვენ ხო დაცვის უფროსი ბრძანდებით და გუშინ რანაირად არიყავით ამ სპეცოპერაციაზე უამრავი სპეცოპერაცია არ ყოფილა, არავითარი სპეცრაზელების საიდან მოვიდა. აბა რო სად დააკავეს ბატონი ვლადიმერი? ვერ გეტყვით, არ ვიცი. ჩემთვის არავის არ უთქვია, რომ უკანონოდ აშენებდა. ძალიან მაგარი კაცია, მას მოგახსენეთ. არ გითხრეს, რომ თქვენი უფროსი დაკავებულია უკანონო მშენებლობებს რო ახორციელებდა. არ ვიცი. თქვენ არ ხართ დიდველზე ნამყოფი, იქ სადაც ეს უკანონო მშენებლობები მიდიოდა? ძვირადღირებული სასტუმროები, პირადი საბაგირო კოტეჯები, ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი წლების განმავლობაში სახელმწიფო მიწაზე სრულიად უკანონოდ ახორციელებდა, როგორც საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, დიდი ოდენობის თანხებზეა საუბარი, მათ გუშინ საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოიღეს ძალიან ბევრი ქაღალდი, საქმიანი ქაღალდები ამ საგამოძიებო მოქმედებების დროს, როგორც საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, სავარაუდოდ დამნაშავე პირთა წრე გაიზრდება. საინტერესო იყო დღეს გამართული ბრიფინგი ფინანსთა სამინისტროში, სადაც თქვენს ისიც, რომ სავარაუდოდ ამ საქმეზე დაკავებულები იქნებიან საჯარო მოხელეები, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ბიზნესს მფარველობდნენ. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ კრისტალ ჯგუფის კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის და შპს ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის დამფუძნებელმა პირმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში დიდველის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი. უნებართვად აშენებული სასტუმრო აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა რამდენიმე 10 მილიონი ლარი შეადგინა. ამ ეტაპისთვის გამოძიებით დადგენილია 1,894,925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება კრისტალ ჯგუფის დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის, მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყობის საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით. ფაქტია, რომ საგამოძიებო უწყება ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი აღარ არის პრემიერ-მინისტრი, მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული, მხოლოდ ეხლა დაიწყეს ამ პირის მიმართ დაინტერესება, შესაბამისად ახლა მხოლოდ ერთ საქმეზეა გამოძიება დაწყებული და მას ეიდაობიან სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობებს. იმ შემთხვევაში თუ ამ კონკრეტულ ბიზნესმენს ბრალი დაუდასტურდება, ასეთ შემთხვევაში მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დამნაშავე პირთა წრეც გაიზარდოს.